სალამი მეგობრებო. მოკლედ დღეს გვაქვს ესეთი სიტუაცია. ჩვენ ბიჭებს სამეგობროს გვაქვს ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც კურდღელზე ვგეშავთ ძაღლებს. კურდღელი მოყავს ყიდულობთ გაზაფხულზე. ვუშვებთ აქ და რა თქმა უნდა არ ვისვრით ამ ტერიტორიაზე კურდღელს არანაირად. არც სეზონზე, არც სეზონს გარეთ ვუფრთხილდებით და ასე შემდეგ. აქამდე აქ არ იყო მტაცებელი. და კურდღელიც ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდებოდა. აი ამ სეზონზე, გაზაფხულზე ლეკვების გეშვის პერიოდში, ბაჭი არ გვინახია ამ ტერიტორიაზე. დიდი კურდღლები გვხვდებოდნენ, მაგრამ ბაჭი არ შეგვხვედრია. სამაგიეროდ გვხვდებოდნენ მელიები. ცოტა დავიღალე. გვხვდებოდნენ მელიები. და ეგ იყო ზუსტად მიზეზი, რის გამოც ბაჭი აღარ ჩანდა. ამ ბაჭიას ეს მელიები ჭამდნენ. გადავწყვიტეთ შვიდად წყნარად. მოგვეგვარევინა ეს პრობლემა. წამოვედით 3 კაცი, 2 ძაღლით, კრივი და ხალისა ყავდა. და ამოვიღეთ ბუნებიდან ეს მტაცებელი. ერთი მტაცებელი ამოვიღეთ დღეს. თუმცა ბევრი არ ამგონია აქ იყოს ახლა მტაცებელი. 2-3 ცალი იქნება სულ, მაგრამ აი 2-3 ცალმა მელამაც კი იმხელა ზიანი მიაყენა ტერიტორიას, რომ მთელი გაზაფხულია დავდივართ და კურდღლის ბაჭი არ გვინახია. ასე რომ დღეს რაღაც პატარა სასიკეთო საქმე გავაკეთეთ. დავაკვირდებით ახლა გავაგზავნებთ ისევ აქ სიარულს ძაღლების გეშვას და თუ ისევ შეგვხვდა მელიები და ისევ არ შეგვხვდა ბაჭიები, კიდე ერთხელ წამოვალთ, კიდე ერთხელ ვინადირებთ და კიდე ერთხელ ამოვიღებთ ბუნებიდან ამ მავნე მტაცებელს, იმიტომ რომ განრავლდეს ამ ტერიტორიაზე კურდღელი და განრავლდეს ამ ტერიტორიაზე ხოხობი. შარშან უამრავი ხოხობი გვხვდებოდა, წელს ერთი ცალიც კი აღარაა. მესაა ზუსტად მიზეზი. აბა ნახოთ ახლა ნადირევი და ნადირობა ზოგადად როგორი ნადირობა იყო. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ბიჭო გარკვი ეგ თუ ჩამოვა აქ მე ისე ვიქავალ რა.
მელაპუდა. მაგრამ მისტემა წესით ხა კაცანი მოუწევს მაგმელაპუდას კაცუნდეს მელა იგარი და იგა ჩინჯავენ კიდევაც ამ კაცთან არ შეიძლება ხუმრობა
მოდით ბიჭებო, მოდით. მოდით ბიჭებო, მოდით. ჰუა. აკა ბიჭო, აი. აკა ბიჭო, აი ბიჭო. ოჩაღი ბიჭო. ბრავო ბიჭები. გენაცვალე. ოჩაღი ბიჭები. შეჭამეთ მაგის. აბა, 1-2 სიტყვა გითხარი გურო რა მოხდა. კაი რო არაფერი მოხდა რა მაგისთვის ხედავ. ჩვენთვის კაი მოხდა. რამოდენიმე ბაჭია გადარჩება ამ გაზაფხულზე. წელს ერთი ბაჭი არ გვინახავს ამადგით შეება. წეგან მეც ვიდეოში ვიძახდი მაგას. არა, მე ვნახე ერთი ბაჭია ერთით გახსოვს ო, მაგრამ სად არ მე? მის ვერი აღარ მინახია ის ბაჭია. და რამდენს ნახულობდი შარშან წინაკ ბაჭიებს. 5-6 ბაჭიას მაინც. აი ამ მეგობრებმა მიიქო სავარაუდოდ. ქმირები. ვიღარასოდეს ვიღარ შეჭამს ბაჭიას. ახლა შემოგივიდა, ხო? არა, ძმაო. ეტყობა. შორიც არ იყო ნამდვილად. მოკლედ ისეთი არ არის რა, რამდენიმე ბაჭია გადაჭება. კაცები არ არსებობს. ჩვენი ძაღლების საგეშად რაღაცა საშეჯიბრო კურდღელი იქნება სადაც არ კლავთ კურდღელს და არც მოკლავს და ესეთები არ არსებობდნენ აი აქ. კი ბატონო. მოკლედ სიკეთის მსახურება მაინც ასე ათვისია რა, ჩვენი ყველა ნაბიჯი რა. კი რაღაცა არ არის ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ მაინც კარგი სპეციალია. ეგრეა მოკლედ ბიჭებო, მეც გითხარ ერთ ვიდეოს დასაწყისში. ეს ტერიტორია ჩვენთვის არის საგეშ ტერიტორია, კურდღელზე ავარჯიშებთ, კურდღელს ვამრავლებთ ამ ტერიტორიაზე უფრთხილდებით. არ ჩვენ კლობთ და არ სხვა ვაძლევთ უფლებას რო აქ კურდღელი მოკლეს და აი მავნებელმა წელს ბაჭიები გაგვიწვიდა. არა უშავს ეხა. ისე გამრავლდება კურდღელი აქ, ჩვენი ძალებით გაგვიკეთებია და კიდე გავაკეთებთ, მოვიყვანთ და გავუშვებთ ამ ტერიტორიაზე კურდღელს და გამოვიყენებთ მხოლოდ ამ ტერიტორიას კაი საქმისთვის. მგონი ზუსტად იმ ინდოში მოვკალი, ჩვენ რო 3 წლის წინ გავუშვით. ჩვენ ზუსტად, აი აქ გავუშვით, აი ამ ადგილას გავუშვით კურდღელი ზუსტად. წელი ალბათ გავიდა მის ის პირველი კურდღელის გაშვებისკენ და ზუსტად მაგ ადგილში სავარაუდოდ ის კურდღლები და ყველა ამის წინაპრეს იყოლება ნაჭამი, მაგრამ აწი ვეღარ შეჭამდა. კი ბატონო. აბა დროებით.